ეხლა შემოვედი სახლში გაყინული. მიუსაფარ ცხოველებთან მიყავია ესეც საშინელ ამინჩი, სხვა გზა არ იყო, უბრალოდ მშივრები იყვნენ 2 დღე და როგორღაც მოვახერხე და მივედი მათთან. მოვედი გაყინული, დაღლილი და ღამე-ნათელი. ღამეებს ძირითადად მაინც ცხოველების გამო ვათენებ ხოლმე, მაგრამ წუხელ გავათენე იმის გამო, რომ არ მინდოდა გათენებულიყო 14 იანვარი. არ მინდოდა გათენებულიყო ეს დღე და მე გამეგო ის საშინელება, რასაც გეგმავს ირანის ფანატიკოსი ხელისუფალი, ბოროტი მკვლელი ხელისუფალი, რასაც გეგმავდა დღეისთვის. ყოველწუთს ვამოწმებ საინფორმაციო გადაცემებს და მეშინია რომ არ გავიგო ის რომ სიკვდილის ჯილების განაჩენი აღსრულდა. იცით რა არის აი ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დუმილის რეჟიმშიც ვერ ახერხებენ ყოფნას. უფრო ერთი წუთით უფრო სწორად თავიდან დუმდნენ, მაგრამ მე შეწუხდნენ ეთყობა, რომ უამრავმა ადამიანმა, ბევრმა ჟურნალისტმა, ბევრმა პოლიტიკოსმა აღნიშნა ის, რომ ესენი მდუმარებაში იყვნენ და გამოვიდნენ, გამოეთრია ეს წილოსანი, ოროსანი წილოსანი გამოეთრია, ქალი არარაობა და თქვა, რომ გმობს ძალადობას ორივე მხრიდან. შედედა აფეთქებულო, უბრალოდ საზოგადოებას ვცემ პატივს და ვერ ვიძახი პირდაპირ, რასაც ვფიქრობ მე შენზე და რისი ღირსიც ხარ. შედედა აფეთქებულო, როგორ ამბობ იმას, რომ ორივე მხრიდან არის ძალადობა. და დაბალი დონის განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეები ქცევიან ასე და დამხობას და გადადგომას ითხოვენ ხელისუფლების. შედედა აფეთქებულო შენ, ესე იგი საქართველოს მოსახლეობაც დაბალი დონის ვართ ხო? თქვენს წათრევას რომ ვითხოვთ არა? ესე იგი თქვენს მოპარულ მილიონებს რომ ვაპროტესტებთ არა? თქვენს მოპარულ იმას რა ქვია, გაფლანგულ ბიუჯეტს რომ ვაპროტესტებთ? ბიუჯეტის გაფლანგვას რომ ვაპროტესტებთ? ჩვენს დაბალი დონის მოქალაქეები ვართ ხო? თქვენს ოქროს ზოდებს და საათებს რომ ვაპროტესტებთ ძვირადღირებულს? უნამუსოები ხართ თქვენ? გამოეთრიეთ და თქვით, რომ ირანის მოძალადე ეგრეთ წოდებული ხელისუფალი და ხელისუფლება კლავს ახალგაზრდებს. და სისხლით არის სავსე ირანის ქუჩები და სრულიად ქვეყანა. გამოეთრიეთ და თქვით, თქვენ ნაბიჭყრებო თქვენ და თქვენს მალე წაეთრევით და მალე წაეთრევა ირანის ეგ დამპალი ხელისუფლებას და მალე წაეთრევით თქვენს და დავამატებ იმას, რომ